ევროპული სახელმწიფოები, საგარეო საქმეთა სამინისტროები, საელჩოები ცალ-ცალკე ეხმაურებიან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს. ამ დღიდან 18 წლის თავზე საერთაშორისო საზოგადოების სათქმელი მკაფიო და კონკრეტულია. ისინი მოუწოდებენ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ, გმობენ რუსულ აგრესიას, რაც აგვისტოში დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მთავარი სათქმელი სწორედ აი ამ რამდენიმე, თუმცა საკმაოდ ნათელ და მკაფიო წინადადებებში გამოხატეს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა. პირველი იყო ამერიკის საელჩო, რომელმაც 2008 წლის მოვლენები გაიხსენა და კიდევ ერთხელ დაგმო რუსული აგრესია. დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას. 18 წლის წინ რუსეთი შეიჭრა და მოახდინა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორების საქართველოს საკითხებში, ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ ქართულ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობის მიმართ. ჩვენ ახლა მუხად გვერდის მთა სასაფლაოზე ვართ, სადაც დილიდან აქ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი პატივს მიაგებენ ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას, ყვავილებით ამკობენ მათ საფლავებს და იხსენებენ 18 წლის წინანდელ მოვლენებს. კომენტარებში ისინი ამბობენ, რომ 2008 წელს რუსეთმა განახორციელა სამხედრო ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა მას შემდეგ ის აგრძელებს ჰიბრიდულ ომს და იყენებს ომის მეთოდებს და რუსული გავლენა ქართულ პოლიტიკაზე დღესაც არის საგრძნობი. 2008 წლის 7 აგვისტოს მოვლენების გახსენება დღეს ვთხოვეთ კახა კალაძეს, ის დედაქალაქის მერია, ქართული ოცნების გენერალური მდივანი, რომელიც მედიასთან თბილისში გამოჩნდა და ვთხოვეთ გაიხსენებინა 18 წლის წინანდელი მოვლენები. ქრონოლოგიას ის ვერ აყალიბებს. კახა კალაძე უმეტესად ამ მოვლენების გახსენების დროს წინა ხელისუფლებაზე საუბრობს. Realment ის რაც დაკავშირებულია 2008 წლის ომთან, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა. რა თქმა უნდა, ყველა ქმედება, რაც განპირობებული იყო იმ სისხლიანი რეჟიმის მხრიდან, 9 წლიანი მმართველობა, ეს იყო ყველაფერი გარედან თავსმოხვეული, გარე მითითებებით გადადგმული ნაბიჯები. ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა. ჩვენ თუ გადავხედავთ როდის ხდებოდა ომის აღნიშვნის თარიღზე, როდესაც ხდებოდა სამძიმარზე მისვლა, რა ვიცი, შეგვიძლია ამოვიღოთ არქივიდან მასალები და ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იყო 8 აგვისტო. 7 აგვისტოს რომ გაიხსენოთ რა ხდებოდა. 7 აგვისტო უკვე ის მოიყვა, როცა რუსული ტანკები შემოიყვანა საქართველოში და ქრონოლოგიურად დაახლოებით მას მოძრაობა როდის დასაწყისშევდა გასაგებია ის შეიძლება. 7 აგვისტოს ქრონოლოგიურად გაიხსენოთ, როგორ და რა მოხდა, როგორ დაიწყო. ვიცით რა, ჩემი გახსენება მე ვფიქრობ შეიძლება არ იყოს რელევანტური. მე გთხოვთ რომ ამოიღოთ თქვენ ვიდეო კადრები. კონკრეტული ფაქტ-მტკიცებულებები არსებობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა შეშე ვინ რას კომენტარს გააკეთებს, მე რას ვიტყვი, ან კონკრეტული ადამიანი რას აკეთებს. არის კონკრეტული მტკიცებულებები, არის კონკრეტული ფაქტები. აგერ შემიძლია რეზოლუცია გაჩვენოთ, რაზე აქვს ხელი მოწერილი
შესაბამისად ძალიან ძიმია ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ხას უსვა იმას, რომ ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებები, გადადგმული ნაბიჯები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი. რაც მოძრაობაზე არ გეკითხებით, რუსეთზე გეკითხებით, ქრონოლოგია რო გაიხსენოთ მეთქი 7 აგვისტოს უკვე რა ხდებოდა რუსეთის მხრიდან. კიდევ ერთხელ მეორე, არ არის აუცილებელი ვინმე კონკრეტულმა ადამიანმა გააკეთოს ამაზე განმარტება. ის არაფერს არ შეცვლის, ახლა მე რას ვიტყვი ამაზე. მას შემდეგ რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი, რადიკალურად შეიცვალა message box-ი, იმიტომ რომ წამოვიდა დავალება. ამით იმის თქმა გვინდა, რომ მაშინ საქართველოს არ იყო ისეთი როგორ გითხრათ, 2-3 რამდენიმე დღე გაგრძელდა ომი და ისეთი რეზონანსული ვერ იყო მსოფლიოსთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ აეგორებინათ და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ხედავთ. ასეთია ქართული ოცნების სათქმელი ომიდან 18 წლის შემდეგ. კახა კალაძის კომენტარი და თავად დედაქალაქის მერი არ არის ერთადერთი, რომელიც წინა ხელისუფლებაზე აქცენტს აკეთებს, უმეტესად როცა 18 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს და ბოლო დღეების განმავლობაში სახელისუფლებო პარტია ავრცელებს ისეთ ნარატივს, თითქოს ამ ყველაფრის მთავარი და ერთადერთი დამნაშავე იყო საქართველოს ხელისუფლება. ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე არ ველოდებით, ისინი სავარაუდოდ აქ ხვალ ამოვლენ.